რეკლამის შემდეგ რუბრიკა ბათუმელით გიბრუნდებით. ჩვენი სტუმარი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი 20 წლის განმავლობაში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ანზორ დიასამიძეა. ბატონო ანზორ, რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი, ბათუმელობა, რაიმე განსაკუთრებულთან თუ ასოცირდება ამ ქალაქის მკვიდრობა? ბათუმი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მე დავიბადე, გავიზარდე ბათუმში დავამთავრე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი. ბათუმში გადავადგი პირველი ნაბიჯები ჩემი მოღვაწეობის. საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დავიწყე მუშაობა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. გავიარე ძალიან გრძელი გზა გემის მატროსობიდან გემის კაპიტნამდე. ბათუმში ცხოვრობდა ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახი, ბათუმში ცხოვრობს ჩემი მეგობრები და საერთოდ ბათუმი ჩემთვის ყველაფერია. ბათუმი და ბათუმლები სასწაული ქალაქი და სასწაული ხალხია. მე არ მინახავს თითქმის სოფლიო შემოვლილი მაქვს და მე არ მინახავს ხალხი. ასეთი სტუმართმოყვარე, ასეთი გულგეთილი და ასეთი ლამაზი. როგორც ბათუმლებია და თვითონ ბათუმია. ბათუმს პირველ რიგში ახასიათებს სტუმართმოყვარეობა. ბათუმლებს ახასიათებს მეგობრობა. ბათუმლები ის ხალხია, რომლებიც ყოველთვის გენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმლებს შორის დადიხარ. ძველი ბათუმის განაშენიანება უფრო მისაღები იყო, ვინმე დღევანდელი. და ეს რით გამოიხატება? ეს სულ ჩემი აზრია და არავის არ ვახმევ თავზე. ეს მშენებლობები, რომლებიც დღეს მიდის ზღვის სანაპიროზე, ჩემი აზრით მიუღებელია. გადაკეტა მთელი ქალაქი ზღვისპირზე აშენებულმა მაღალსართულიანმა სახლებმა. და ალბათ ამას მიხვდება ის ხალხი, ვინც ამ მშენებლობაზე გასცემს ნებართვას, რომ სულ ცოტა მოკლე დროში შიგა ქალაქი დახურული იქნება და გამოიწვევს ეს ძალიან ცუდ შედეგებს. ფაქტიურად ჰაერი არ მოძრაობს, ზღვიდან შემობერილი ჰაერი ქალაქში არ მოძრაობს. გადაკეტილია მაღალსართულიანი სახლებით. ჩემი აზრით მიზანშეწონილი იქნებოდა სანაპიროზე აშენებული იყო 5-9 სართულიანი სახლები და იქით უფრო ჭაობის მხარეს, აი ურეხის მისადგომებთან აშენებულიყო მაღალსართულიანი სახლები. ჰაერის მოძრაობა და სისუფთავე უფრო მეტი იქნებოდა, ვინმე დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე. ბათუმი რო ზღვისპირა ქალაქია და საქართველოს დიდი ნაწილი საზღვაზეა განლაგებული და საუბედუროდ საქართველოს საზღვაო ფლოტი არ გააჩნია, არის დიდი მინუსია ჩვენი ქალაქის. თუ არადა მეზღვაურების 80% არის ბათუმი ფოთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ის მეზღვაურები არის მეზღვაურების უმეტესი ნაწილი ბათუმლები და ფოთელებია. სანაპირო თვითონ ქალაქის გადასარევი სანაპირო. საუბედუროდ ზოგიერთების არასწორი მოქმედებების გამო ნახევარი ბულვარი შტორმა ლახამდის დროს ზღვამ დაანგრია, მაგრამ დღეს გამოსწორებულია, მუშაობს ახალი მთავრობა, რომ გააკეთონ აი ხმელეთის გამაგრებები, ზღვამ კიდევ ზიანი არ მოაყენოს ბათუმს. ბატონო ანზორ, რას შეცვლიდით თქვენს ქალაქში, თუ რამე შეცვლიდით ბათუმში? არის იცით, ქალაქ ბათუმში ფაქტიურად აი ჭავჭავაძის ქუჩამდე რაღაც გაკეთდა. ჭავჭავაძის ქუჩის იქით ხშირად დავდივარ და ვუყურებ, თითქმის არაფერი არ გეთება. კომუნიკაციები ძალიან ცუდი, გზები ძალიან ცუდი. და თუ აშენდა 1-2 მაღალსართულიანი სახლები, მისი ეზოებიც არ არის მობრიგეთებული.
ძალიან ცუდი მდგომარეობაა გლახამიდობის დროს აი ჩვენ რო ვეძახით ჭაობის მხარეს. მე შევცვლიდი ერთ რამეს ჩემს ხელში რო იყოს, შეიძლება ეხლა უკვე გვიანა ამ მაღალ სართულიან შენობებს ყველას გადავიდანდი იქით მხარეს და გავაკეთებდი ახალ ქალაქს აი ჭავჭავაძის ქუჩის, პუშკინის ქუჩის იქით. აქეთ დავტოვებდი აი იმ სახლებს, როგორც გითხარით, 5-9 სართულიან სახლებს და იმისანა დაპროექტებით, რომ ქარმა, ჰაერმა ემოძრაოს ქალაქში თავისუფლად და არ გამოიწვიოს შეფერხებები, თუ არა და ბათუმის ნესტიანი ქალაქია და შეიძლება რომ ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ მომავალში. ბათუმი თვითონ პატარა ქალაქია, სადაც შენდება ბათუმის ტერიტორიაზე სასწავლებელი, მე ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კომუნიკაციების პრობლემები არ არსებობს, ფეხით შეიძლება ნახევარსაათში მთელი ბათუმი მოეარო. სად იქნება განლაგებული ქალაქის ტერიტორიაზე სასწავლებლები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ იყოს ხარისხიანი სწავლება. დღეს ჩვენ მარტო ბათუმს კი არა, მთლიანად საქართველოში ამის გაჭირვებაა. სკოლებში არც თუ ისე მაღალი დონეა და უმაღლესებს რა უნდა მოთხოვოთ, თუ მომზადებელი მოდის აბიტურიენტი სასწავლებელში. ბათუმში დღესდღეობით 5 უმაღლესი სასწავლებელია. თუთარუსთაველის აი შემდეგი მახინჯაურის ნავიგაციის უნივერსიტეტი, საზღვაო აკადემია, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი და ხელოვნების ინსტიტუტი თვარცები. ასე რომ ქალაქისთვის ეს საკმარისია. დამატება კიდევ რომელიღაც ინსტიტუტების მიზანშეწონილი არ იქნებოდა. საზღვაო სასწავლებელს საქართველოში 100 წელზე მეტი ისტორია აქვს. 80 წელია ბათუმში არსებობს საზღვაო სასწავლებელი. ჯერ საზღვაო კლასები იყო, შემდეგ საზღვაო სასწავლებელი იყო, დღეს უკვე საზღვაო აკადემია ახალ შექმნილია შედარებით საზღვაო აკადემიასთან ნავიგაციის უნივერსიტეტი მახინჯაურში და ჩვენ სულ ახალგაზრდა 10 წელს ითვლის ჩვენი სასწავლებელი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი. თუ რატოა ბათუმში ეგზასწავლებლები ეს იმიტომ რომ ბათუმში 1977 წელს პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს საზღვაო სანაოსნო. თავის დროზე, საუკეთესო დროზე 56 ერთეული გემი გააჩნდა ამ სანაოსნოს და ამ სანაოსნოში დასაქმებული იყო 8000 კაცამდე. ბათუმის საზღვაო სანაოსნოში შედიოდა ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, სოხუმის პორტი. ეს ყველაფერი სანაოსნოს კუთვნილება იყო საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში. მთავარი სამჭედლო მეზღვაურების ბათუმში იყო და ამიტომ რომ ბათუმში დაფუძნდა მახინჯაურის საზღვაო უნივერსიტეტი და ჩვენი სასწავლებელიც. სწავლა რა თქმა უნდა სპეციფიკურია. ჩვენ ვზით მეზღვაურებს და ყველა უნარჩვევებს რაც ჭირდება მეზღვაურებს ჩვენ ვალდებული ვართ რომ შევასწავლოთ. ამის გარდა მარტო თეორიული სწავლა არ არის საკმარისი მეზღვაურებისათვის, მომავალი მეზღვაურებისათვის. მათ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენცია მეზღვაურების მომზადება, სერტიფიცირება და დიპლომირების შესახებ თხოვლობს რომ სწავლის პერიოდში, აი 4 წლის პერიოდში სტუდენტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა კადეტის თანამდებობაზე. საუბედუროდ საქართველოს არ გააჩნია თავისი საზღვაო ტრანსპორტი, საზღვაო ფლოტი, რომ აი სტუდენტებმა გაიაროს პრაქტიკა კადეტის თანამდებობაზე. ჩვენი მსხვილი თითქმის გადაწყვეტილი გვაქვს ეს პრობლემა. ჩვენ შევიძინეთ ჩვენი სასწავლებლის და მზიდი თბომავალი 3500 ტონიანი 2800 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია
და ერთ ამავე დროს 30 სტუდენტის პრაქტიკაზე გადარებას ვახერხებთ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მთლიანად საზღვაო განათლების ინფრასტრუქტურას ვერ დააკმაყოფილებს ერთი გემა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ტრანზიტული ქვეყანა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ 24 ივნისს ჩვენ დავაფუძნეთ სააქციო საზოგადოება ბათუმის საზღვაო სანაოსნო. და ინტენსიურად მუშაობთ იმ საკითხებზე, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევიძინოთ გემები და მოვემსახუროთ როგორც შიგდა ბაზარს, საქართველოს შიგდა ბაზარს, ასევე გავიდეთ ევროპის ქვეყნებზე და შესაძლებისდაგვარად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში, რომ იმუშაოს ჩვენმა გემებმა. მაგრამ ეს დაფუძნება ერთია, საქმის გაკეთებას კი დრო ჭირდება და რა თქმა უნდა თანხები. და ბოლოს ბატონ აზარ, რას უსურვებთ ბათუმს და ბათუმელებს? ბათუმს და ბათუმელებს მე პირველ რიგში მშვიდობას უსურვებ. ეს ქალაქი მშვიდობიანი ქალაქია, მშვიდობის მოყვარულია და მინდა რომ მთელი ცხოვრება, მთელი მისი არსებობის პერიოდში მშვიდობა ყოფილიყოს ამ ქალაქში. ბათუმელებს კი უსურვებდი დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას და რუსები რო იტყვიან დაგდირჟად. ეს ქალაქი გადასარევი ქალაქია, გადასარევი ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში. ეს არის ჩემი ბედნიერება და საერთოდ მარტო ჩემი კი არა, მთელი ჩვენი მოსახლეობის ბედნიერება. ჟემჩუჟინა უმორია, ასე ეძახოდნენ თავის დროზე ბათუმს და მეც ეგრე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, აი ის ხარვეზები, რაც გააჩნია ბათუმის პუშკინის ქუჩის იქეთ, სულ მალე გამოკეთებული იყოს და იქაურობაც გაკეთებული იყოს, აი როგორ გითხრათ, მაღალ დონეზე და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთ დღეზე და ორ დღეზე ეს არ გაკეთება, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ მალე გაკეთდეს, რომ ქალაქი დამშვენდეს და გალამაზდეს.